The patriarch remains the most popular public figure in society, while Bidzina Ivanishvili remains and David Usmashvili are the most popular members of the government. Patriarchi კვლავაც რჩება ყველაზე მოწონებად ფიგურად საქართველოში. Ამასთან ბიძინა ივანიშვილი და დავით უსუფაშვილი არიან ყველაზე მოწონებადი ფიგურები ხელისუფლებაში. Both of them, as you can see, experienced a slight drop in their numbers from 75 to 69 and 66 to 61, but I would assure you that in most countries these are considered very strong numbers. როგორც ხედავთ, ორივე მათგანის შემთხვევაში წინა კვლევასთან შედარებით შეიმჩნევა კლება ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში 75%-დან 79%-ზე, უსუფაშვილის შემთხვევაში 66%-დან 61%-ზე, თუმცა აქვე მინდა აღნიშნო, რომ ნებისმიერი ქვეყნის რეიტინგებისთვის ეს მაჩვენებელი არის ძალიან დიდი, ძალიან დადებითი მაჩვენებელი. Parliamentary Minority Leader David Bakradze is the most popular opposition leader. His numbers remained unchanged since our last poll, with almost half of Georgians expressing a favorable opinion. Parlamentში უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ყველაზე მოწონებად ოპოზიციურ ფიგურად რჩება და მისი მოწონების მაჩვენებელი არ შეცვლა და 48% შეადგენს ამ კვლევაში. Obviously, both Eka Besserian and Tina Kidasheli are also members of parliament, with half or more of the respondents expressing favorability towards them. Eka Besserian და Tina Kidasheli დამატებით კიდევ ორი პარლამენტის წევრი, რომლის მოწონების მაჩვენებელი ნახევარზე მეტია. For the most part, people either dropped or stayed the same since our last poll. ძირითადად ჩვენს წინა კვლევასთან შედარებით უმეტესი ჩამოთვლილი ადამიანებიდან ან იგივე პროცენტულ მაჩვენებელში დარჩა მათი მოწონების მაჩვენებელი, ან ოდნავ დაიკრა. Zviad Zizigori dropped. This is the first time that we have listed Georgi Margvelashvili in the like-dislike. Davitashvili essentially remained the same. Manana Kobakidze was one of the very few people, if not the only one, to increase from 36 to 41. Berdzivashvili stayed the same within the margin of error, and this is the first time that we've added Salome Surabashvili back since she announced her re-entry into Georgian politics. Zviad Ziziguris შემთხვევაში მისი მოწონების მაჩვენებელი დაკლებულია წინა კვლევასთან შედარებით. პირველი შემთხვევაა, როდესაც მოგწონთ თუ არ მოგწონთ კითხვაში ჩავსვით გიორგი მარგველაშვილი, კობა დავითაშვილის მოწონების მაჩვენებელი იგივე დარჩა წინა კვლევასთან შედარებით. მანანა კობახიძის მოწონების მაჩვენებელმა მოიმატა 36%-დან 51%-მდე. ქალბატონ მანანა კობახიძე არის ის გამონაკლის შემთხვევა, ვისმა მაჩვენებელმაც მოიმატა წინა კვლევასთან შედარებით. დავით ბერძენიშვილი იგივე მდგომარეობაში დარჩა წინა კვლევასთან შედარებით და პირველი შემთხვევა პირველად გავზომეთ სალომე ზურაბიშვილი, უბრალოდ მას შემდეგ რაც მან განაცხადა ის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, კვლავ ჩავსვით მოგწონთ თუ არ მოგწონთ. Zakaria Kushnashvili dropped 4 points. Georgi Targamadze stayed the same, as did David Saganalidze. This is the first time that we've had Georgi Targamadze in the poll for some time. Kahal Kukaba experienced a 3-point increase from 25 to 28%, and Gula Sanakidze essentially remained unchanged from the last poll. Zakaria Kushnashvilis მოწონების მაჩვენებელმა იკლო 4% წინა კვლევასთან შედარებით, გიორგი თარგამაძის მოწონების მაჩვენებელი იგივე დარჩა წინა კვლევასთან შედარებით, ასევე დავით საგანელიძის მოწონების მაჩვენებელიც არ შეცვლა. გოგი თოფაძე კვლავ პირველად გავზომეთ ამ კითხვაში. კახა კუკავას რაც შეეხება 3%-იც არის მისი მოწონების მაჩვენებელი მომაწებული მარკის კვლევასთან შედარებით, ხოლო გუბა სანიკიძეს მოწონების მაჩვენებელი სტატისტიკურად იგივე მდგომარეობაშია. For the first time that we provided instructions so that people were clear on the understanding that the Zura Babashidze that we're talking about is not the envoy to Russia, but rather instead the Vice Speaker of Parliament. So we don't know whether or not this contributed to his decline from 32 to 25% since our last poll. რაც შეეხება ზურა ბაბაშიძეს, ჩვენს კვლევაში პირველად დავამატეთ დამატებითი ინსტრუქცია ინტერვიუერისთვის და გამოკითხულისთვის, რომ ზურა ბაბაშიძეს გულისხმობ არა სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან, არამედ ვიცე-სპიკერ ზურა ბაბაშიძეს, ამიტომ არ შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, ამის გამო, ამ დაზუსტების გამო მოხდა თუ არა პროცენტული მაჩვენებლის კლება 32-დან 25%-მდე მიმდინარე კვლევაში. Ucha Nanuashvili increased from 18 to 25%. Gigi Bugulava stayed the same. Saakashvili essentially stayed the same within the margin of error. Nino Burjanadze increased by 5 points from 16 to 21 since our last poll, and Georgi Baramidze remained the same.
რაც შეეხება უჩანანუაშვილის მოწონების რეიტინგი, გაიზარდა წინა კვლევასთან შედარებით, დიდუ ულავა და მიხეილ სააკაშვილის მოწონების რეიტინგები იგივე მდგომარეობაში დარჩა, ნინო ბურჯანაძის მოწონების რეიტინგმა 16%-დან 21%-მდე მოიმატა ამ კვლევაში, ხოლო გიორგი ბარამინძის მაჩვენებელი იგივე დარჩა. Since his obviously having been arrested since our last poll, Vano Merabashvili's numbers declined from our last poll, as did the numbers of Zohar Kamaladze. Georgi Vashadze stayed the same. This is the first time that we've included Levan Vasadze in our poll. Norman Dubadze dropped 5 points. Gia Gachichiladze, again, we instructed the interviewers to make clear that this is the member of parliament and not Utsnovi. And then Pavel Kublashvili will remain the same since our last poll. წინა კვლევასთან შედარებით ვანო მერაბიშვილის მოწონების და მისი დაკავების შემდეგ მოწონების მაჩვენებელმა იკლო. ასევე დაკლებულია ზურაბ ყემალაძის მოწონების მაჩვენებელი, გიორგი ვაშაძე იგივე მდგომარეობაშია წინა კვლევასთან მიმართებაში. პირველად გავზომეთ ლევან ვასაძის მოწონების მაჩვენებელი, მურმან დუმბაძის მოწონების მაჩვენებელმა იკლო 5%-ით. გია გაჩეჩილაძე ასევე პირველად გავზომეთ და აქაც ინსტრუქცია იყო მიცემული, რომ გულისხმობ პარლამენტის წევრ გია გაჩეჩილაძეს და არა უცნობს. და პავლე კუბლაშვილის მოწონების მაჩვენებელი იგივე პროცენტულ მაჩვენებელია. Essentially, the numbers on this page, beginning with Goka Gavashvili, has essentially remained unchanged since our last poll. სლაიდის მეექვსე ნაწილს, რასაც თქვენ ახლა უყურებთ, გოკა გაბაშვილიდან დაწყებული ქვემოთ, ყველა ჩამოთვლილი პიროვნების მაჩვენებელი არ შეცვლა წინა კვლევასთან შედარებით. The Patriarch, Prime Minister, and the Speaker of Parliament all have seen I should say, just the Prime Minister and the Speaker have seen a slight decline in their performance. The Patriarch continues to remain unchanged since the last poll. რაც შეეხება საქმიანობის შეფასებას, პატრიარქი ლემეორის საქმიანობის შეფასება უცვლელია წინა კვლევასთან შედარებით, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისა და დავით უსუფაშვილის საქმიანობის შეფასებას, პროცენტული მაჩვენებლების ოდნავი კლება შეინიშნება წინა კვლევასთან შედარებით. This is the first time that we've had the Chief Prosecutor in the poll, and then we saw a slight increase, not within the margin of error for Vatradze, so essentially stayed the same as was the case with Majority Leader Sagan. პირველი შემთხვევა, როდესაც საქმიანობის შეფასებაში ჩავსვით მთავარი პროკურორი არჩილ კვილაშვილი, რაც შეეხება ბაქრაძეს, დავით ბაქრაძეს, ცნობილების ზღვარის ფარგლებში არის ცვლილება, ამიტომ იგივე მდგომარეობაში როგორც წინა კვლევასთან მიმართებაში იყო, ასევე არ შეცვლა დავით საგანელიძის საქმიანობის შეფასების მაჩვენებელი. The only changes beyond the margin of error on this slide, or at the margin of error, is both Saakashvili and Ulava saw a slight decrease in their performance ratings. სლაიდის მეორე ნაწილზე საქმიანობის შეფასებაში ერთადერთი ვის შემთხვევაში შეინიშნა ცნობილების ზღვარის მიღმა ან ზუსტად ცნობილების ზღვარზე ცვლილება არის სააკაშვილის და ულავას საქმიანობის შეფასების მაჩვენებლები, რომლებიც ოდნავ დაკრებულია წინა კვლევასთან შედარებით. In terms of the members of the cabinet, the Minister of Defense, Irakli Alessandro, remained the same, while the Minister of Justice experienced a slight decline since our last poll. რაც შეეხება მინისტრების საქმიანობის შეფასებას, ირაკლი ალასანიას საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი უცვლელი დარჩა წინა კვლევასთან შედარებით, მაშინ როდესაც იუსტიციის მინისტრის პროცენტულმა მაჩვენებელმა წინა კვლევასთან შედარებით იყო. Georgi Margvelashvili saw a slight increase, while the MIA minister saw a slight decrease in his number, but at the margin of error. And then Foreign Minister Maya Panjakidze experienced a slight decrease since our last poll. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, წინა კვლევასთან შედარებით გაზრდილია მისი დადებითი მაჩვენებელი საქმიანობის შეფასების, შინაგან საქმეთა მინისტრის მაჩვენებელი ოდნავ დაკლებულია, თუმცა ეს არის ცნობილების ზღვარის ფარგლებში. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, მისი საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი დაკლებულია წინა კვლევასთან შედარებით. While the Minister of Corrections, Finance, and Health all experienced slight decreases in their performance, the rest of the ministers on this page remain the same. რაც შეეხება დანარჩენი მინისტრების საქმიანობას, პენტენციალურ სისტემის მინისტრის, ასევე ფინანსთა მინისტრის და ჯანდაცვის მინისტრის პროცენტული საქმიანობის შეფასების პროცენტული მაჩვენებლები დაკლებულია ოდნავ წინა კვლევასთან შედარებით, დანარჩენი მინისტრების მაჩვენებლები იგივე პროცენტული მაჩვენებლით არის წარმოდგენილი. The Army remains the most popular in terms of performance, the institutions that we rate. რაც შეეხება ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას, საქართველოს ჯარი კვლავაც რჩება ყველაზე დადებითად შეფასებულ ინსტიტუციაში შორის საქმიანობის კუთხით.
So on the next page, you'll see not much change since our last poll. დანარჩენი ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას რაც შეეხება, ცვლილებები ჩვენს კვლევასთან შედარებით დიდად არ შეინიშნა. While the Prime Minister's ratings overall remain very strong, they are stronger than the individual ratings he receives from people on individual issues that he must deal with in office. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შეფასებას, მაშინ როდესაც ზოგადი საქმიანობის შეფასება საკმაოდ ძლიერია და დიდი პროცენტული მაჩვენებლით არის დადებითი მაჩვენებლები წარმოდგენილი, მის საქმიანობის შეფასება კონკრეტულ სფეროებთან მიმართებაში ცვალებადია და ეს სფეროებია, რაზეც თქვა ყურადღება უნდა გამოხატოს. In terms of the issues in which Georgians have the lowest approval of performance in terms of individual issues is on the issues of rising prices and inflation, poverty, and jobs. ყველაზე ასე ვთქვათ, უფრო მეტი უარ ოპტიმაჩვენებელი, ან უფრო ნაკლები დადებითი შეფასება საქმიანობის არის შემდეგ საკითხებზე: ფასების და ინფლაცია, სიღარიბე და სამუშაო ადგილები. The ratings for performance of Parliament, as you can see, there are distinctions from a regional standpoint with rural areas having a more favorable attitude as compared to the rest of the country. And there's also a slight difference in terms of the response of younger Georgians versus others overall in the poll. რაც შეეხება პარლამენტის საქმიანობის შეფასების სხვადასხვა დემოგრაფიული მაჩვენებლებით დაყოფას, როგორც ხედავთ, სოფლის ტიპის დასახლებებში უფრო დადებითად არის პარლამენტის საქმიანობა შეფასებული ვიდრე დანარჩენ საქართველოში, ასევე განსხვავებული არის ასაკობრივ კატეგორიებში ოდნავ განსხვავდება ახალგაზრდა ასაკის ადამიანების აზრი დანარჩენ საქართველოსთან მიმართებით.